თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. Lenovo 14G BIOS-ის პრობლემების მოგვარება მარტივი პროცესია, თუმცა საჭიროა ყურადღება და გარკვეული ნაბიჯების დაცვა. პირველ რიგში, თუ თქვენ გაქვთ პრობლემები BIOS-ის გაცვლასთან, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის კომპიუტერის გამორთვა და მისი ჩართვა კვლავ. თუ პრობლემა გრძელდება, შევისწავლოთ რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი. 1. კომპიუტერის გამორთვა. გამორთეთ Lenovo 14. ამის შემდეგ დააჭირეთ და ჩაამატეთ 1 კლავიშები, როდესაც კომპიუტერი ჩართვის პროცესშია. ეს დაგეხმარებათ BIOS-ის ეკრანზე გადასვლაში. 2. BIOS-ის პარამეტრების გადამოწმება, როდესაც BIOS-ის ეკრანზე შეხვდებით, გადადით Settings-ზე. აქ შეგიძლიათ გადამოწმოთ სისტემური პარამეტრები. დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო მოწყობილობა სწორად არის გამორთული. 3. უფასო დიაგნოსტიკა. თუ BIOS-ის პრობლემები გრძელდება, შეგიძლიათ მიმართოთ Lenovo-s ოფიციალურ ვებსაიტს და გამოიყენოთ უფასო დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები. ეს ინსტრუმენტები დაგეხმარებათ მოძებნოთ და გამოასწოროთ პრობლემები. 4. მოწყობილობის გადამოწმება. გარდა BIOS-ის პარამეტრების გადამოწმებისა, მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოთ ყველა ფიზიკური მოწყობილობა. დარწმუნდით, რომ მყარი დისკები და სხვა კომპონენტები სწორად არიან დაკავშირებული. 5. კართან მიყვანა წაყვანა. თუ ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას, მოგიწევთ კომპიუტერის ტექნიკოსთან მიყვანა. პროფესიონალები სწრაფად და ზუსტად დაადგენენ პრობლემას და მოგაწვდიან საჭირო დახმარებას. 6. შეთავაზება შეკეთებამდე. თუ ტექნიკოსი ვერ აღმოაჩენს პრობლემას, არ დაიზაროთ და მოითხოვეთ დამატებითი მომსახურება, როგორიცაა BIOS-ის განახლება ან სისტემური პარამეტრების აღდგენა. 7. BIOS-ის განახლება. თუ BIOS-ის ვერსია ძველია, შესაძლოა კომპიუტერი ვერ აღიქვამს ახალ მოწყობილობებს. Lenovo-s ვებსაიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ საჭირო BIOS-ის განახლება და ინსტრუქციები მისი ინსტალაციისთვის. 8. მომდევნო ნაბიჯები. თუ ყველა ეს ნაბიჯი ვერ დაგეხმარათ, შეიძლება დაგჭირდეთ კომპიუტერის სრული გადახედვა. ტექნიკოსები შეძლებენ უფრო ღრმა დონეზე დააკვირდნენ და აღმოაჩინონ პრობლემები, რომლებიც შეიძლება არ იყოს აშკარა. 9. დასასრულ. BIOS-ის პრობლემების მოგვარება შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ საჭირო ნაბიჯების დაცვით და პროფესიონალური დახმარების გამოყენებით შესაძლებელია პრობლემების დაცლა და კომპიუტერის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.